ავტოსაგზაო შემთხვევა ჭანტურიას ქუჩაზე. მოპედზე მჯდომი ახალგაზრდა სარკინიგზო გვირაბის კედელს შეეჯახა. საცრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ ის ზედაპირული დაზიანებებით ჯეო ჰოსპიტალსის ქირურგიულ განყოფილებაში მოათავსა. ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის მკურნალობის კურსს ამბულატორიულ განყოფილებაში გაივლის. პაციენტი შემოყვანილია დაახლოებით 16 საათსა და 20 წუთზე ანალოგიური დაეცა მოტოციკლით, მოტოროლერით, ზედაპირული დაზიანებებით. გაეწერება ამბულატორულ მკურნალობაზე. ქვეყნის ახალი ხელისუფლება გაზისა და ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებას უახლოეს მომავალში ვარაუდობს. ამის შესახებ განცხადებებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე აკეთებენ. როგორც ოფიციალურ ინფორმაციებში იტყობინებიან, ამ მიზნით დაგეგმილია შესაბამის კომპანიებთან სერიოზული კონსულტაციები. ამასთან ენერგეტიკის სამინისტროში, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, დიდი ჰესების, მათ შორის ხუნოჰესის მშენებლობის თაობაზე სამუშაო ფორმატის გაზრდაზე საუბრობენ. მცირე და საშუალო ზომის ჰესების მშენებლობა კი ქვეყანაში კვლავაც გაგრძელდება. რაც შეეხება მოსალოდნელ ტენდენციას გაზისა და ელექტროენერგიის გაიაფების შესახებ, ოფიციალური წყაროს ცნობით ეს არსებულ სიტუაციაშიც შესაძლებელია და ის ახალი სამთავრობო კურსის ერთ-ერთი პირველი პრიორიტეტია. როდის ან რა რაოდენობის ახალ ტარიფს შესთავაზებენ მოსახლეობას, ეს ჯერჯერობით უცნობია, თუმცა აღნიშნული საკითხი ოჯახებს სერიოზულ საბიუჯეტო დანაზუგს მისცემს. ყოველგვარი გაიაფება არის მისასალმებელი ხალხად. რა თქმა უნდა ძვირი იყო და თუ კი გაიეფთება ამაზე კარი რა იქნება მივესალმებით. მე მიწევდა დაახლოებით 20-25, მაგრამ ეხლა ცოტა ეს ტექნიკა რო შემოვიდა, სოფლების დავიტვირთვეთ. მე არც სარეცხი მაშინა მქონდა ამდეხან, არც ვთქვათ ის რა ქვია იმას გამათბობელი, მაგრამ ეხლა მე წელს ეს ყველაფერი დავიმატე. ამდენად გადასახადიც მეტი მომივადა. თუ კი გაიეფთება უკეთესი იქნება. ტარიფებზე რა თქმა უნდა, თუ კი ამივისუნთქავ და გას ვერ გაუძელი, მაგალითად მე იმდენიმე გვეწერება სახშია. ახლა ზამთარი მოვიდა და ის იქნება რა ქვია, უფრო მეტი გადასახადი იქნება. 25 კაპიკი კიდე არა უშავს, თუ კი იქნება. საფეხბურთო კლუბმა ზესტაფონმა მარტვილის მერანის დამარცხება საგრძნობი უპირატესობით 3-0 შეძლო. პირველი ბურთი მასპინძელთა კარში შორეული დარტყმით ლევან შარიკაძემ გაიტანა. 93 და 97 წუთებზე კი ზესტაფონის დაწინაურება თორნიკე გრიგალაშვილმა და თორნიკე გორგიაშვილმა შეძლო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონი სატურნირო ცხრილში 20 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. უახლოეს მდევარ საჩხერის ჩიხურა ზესტაფონის 3 ქულით ჩამორჩება. მომდევნო შეხვედრა საფეხბურთო კლუბი ზესტაფონი 4 ნოემბერს რუსთავში მეტალურგის წინააღმდეგ გამართავს.